როცა ადამიანები უღმერთოდ ცხოვრობენ, მთავარი მიზეზი ეს არის, რომ არ უნდა რომ იყოს ღმერთი მის ზემოთ. მას უნდა რომ თვითონ იყოს ეს ლოგიკურად გან ამის ახსნა შესაძლებელია. შეიძლება ადამიანი დაიბნეს, თუმცა ლოგიკურ ახსნას მოინდომებს, მაგრამ ლოგიკურად ამას ვერ ახსნი. უმაღლეს ქერუბიმსაც ეს დაემართა, რომელიც მერე სატანად გადაიქცა. ეს ხდება ადამიანებში. მაგრამ სავალალო ის არის, რომ ეს ხდება არა მხოლოდ ურწმუნო ასე ცხოვრობს. ურწმუნოს არ შეუძლია თავის ზემოთ ღმერთი იხილოს. თუ ღმერთის რელიგიურობა მაინც არის მასში, ხო? ეს რელიგიურობა სადამდე გადის და რას ნიშნავს ეს რელიგიურობა? ეს არის ღმერთი როგორც ყოვლის შემძლე დამხმარე რაღაცა ძალა ან არსება, რომელიც რადგან თვითონ კეთილია, ამიტომ ღმერთი ვალდებულია მას დაეხმაროს. და ღმერთი სულ ეხმარება ესეთ ადამიანს, ესე თulis ადამიანით. და ღმერთი სულ მისკენ არის და სიმართლე პურს შეჭამს და ასე შემდეგ, როგორც იციან ხოლმე. ამაზე არა მაქვს ლაპარაკი. მაგრამ აი როცა ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრებას იწყებს ეკლესიის წიაღშია, აი აქ არის პრობლემა. ზუსტად რომ სამწუხაროდ ეკლესიურ ადამიანსაც ისევე არ უნდა მორჩილება ღვთისა, როგორც ურწმუნოს. ოღონ ურწმუნო უფრო თანმიმდევრულია, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ არ უნდა და არც ცხოვრობს ქრისტიანულად. რაღაც თავისი შეიძლება რელიგიური გზნობები ქონდეს. მაგრამ როდესაც ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ხო, და შინაგანი განწყობა ზუსტად იგივეა, ეს უკვე ძალიან უცნაურია და სამწუხაროდ, როცა ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრების პრობლემა არის იმაში, რომ მუდმივად გვაქვს დეფიციტი სიმდაბლისა, ჩვენი სიმართლით ცხოვრობთ, ამაყნი ვართ, ამპარტავანი ღვთისგანგებულებას არ ვემორჩილებით, ღვთისგანგებულებას არ ვემორჩილებით, იცით რას ნიშნავს? ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ცუდი გვაქვს, იმიტომ რომ ღვთისგანგებულებისადმი მორჩილება პრინციპში დიდი ნაწილით რეალიზდება ადამიანებს შორის ურთიერთობაში, როცა ჩვენ ერთმანეთს ვემორჩილებით, ერთმანეთს ფაქიზად ვექცევით, ერთმანეთის უძლურებას ვიტვირთავთ, ერთმანეთს უფრთხილდებით და ასე შემდეგ. აი ამაში დიდი ნაწილი ღვთისგანგებულებისადმი მორჩილებას, როცა ამაში რეალიზდება. იმიტომ რომ არც ერთი ღერითმა არ დავარდება ჩვენი თავიდან ღვთის ნების გარეშე და ამიტომ როცა ჩვენს გარშემო ადამიანები როგორღაც იქცევიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს და ამაშიც ღვთისგანგება დავინახოთ და დავემორჩილოთ. და ეს ვრცელდება საერთოდ ყველაფერში, სახელმწიფოებრივ მოწყობაში ეს რატომ არის რომ ეს ნებისმიერი ამბოხი მაგალითად, ხო, ამბოხი ნებისმიერი რევოლუციური განწყობა თავისთავად ცუდია, იმიტომ რომ ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ეხლა ეს ძალიან ღრმა თემა, ამას არ ჩავუყმავდები, მაგრამ ფაქტი ფაქტად შეება, რომ ადამიანს უჭირს, რომ თავის ზემოთ ღმერთი ყავდეს, რომელიც აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური სიყვარულია, და ამიტომ ეს მოვედი და მოვკლათ იგი არის ყველას პრობლემა, არა ეკლესიურის და ეკლესიური ადამიანებისაც.